რა სჭირდება ახალშობილს? ახალშობილს არ სჭირდება აღზრდა. მას სჭირდება ურთიერთობა, უპირობო სიყვარული, სითბო, ყოფნა და ზრუნვა. ახალშობილის ძირითადი საჭიროებებია: პირველი, ემოციური და ფიზიკური უსაფრთხოება. ეს მოიცავს კვებას, ჩაცმა გახდას, შეხებას, სითბოს, ჩახუტებას, დაცულობის განცდას. ეს ყველაფერი მხოლოდ საფუძველია. რა ხდება მაშინ, თუ ეს საჭიროება არ დაკმაყოფილდა? თუ ემოციური და ფიზიკური უსაფრთხოება არ არის სტაბილური, ბავშვის სხეული სწავლობს. სამყარო არ არის სანდო. ნერვული სისტემა უფრო ხშირად რჩება დაძაბულ მდგომარეობაში. შემდგომ ცხოვრებაში ეს შეიძლება გამოვლინდეს როგორც მუდმივი შფოთვა ან შინაგანი დაძაბულობის ფონი, ზედმეტი სიფრთხილე ან პირიქით რისკისკენ მიდრეკილება, სხეულში შინაგანი დაძაბულობის შეგრძნება. მეორე საჭიროება – ემოციური რეგულაცია სხვისი მეშვეობით. ახალშობილს თავიდან არ შეუძლია თვითრეგულაცია, ემოციების დასახელება, სტრესის მართვა. მისი ნერვული სისტემა რეგულირდება დედის, მამის ან სხვა ძირითადი მზრუნველის მეშვეობით. თუ ემოციური რეგულაცია არ ხდება სხვისი მონაწილეობით, როცა ბავშვის ტირილი, შიში ან დისკომფორტი მარტო რჩება, ან მხოლოდ მექანიკურად ხორციელდება, ის სწავლობს. ჩემი ემოციები მეტისმეტად დიდია იმისათვის, რომ სხვამ გაუმკლავდეს. ამის შედეგად, ან ბავშვი ჩაკეტილი ხდება ემოციურად, ან სწავლობს, რომ ემოციის გამოსახატავად ზედმეტად უნდა იყვიროს. ასეთ შემთხვევაში, მოზრდილ ასაკში უჭირს საკუთარი ემოციის ამოცნობა და მართვა. დამოუკიდებლობა ხდება დაცვა და არა სიმტკიცე. მესამე საჭიროება – რეაგირება, არა მხოლოდ ზრუნვა. ბავშვს სჭირდება ადამიანი, რომელიც შეამჩნევს მის სიგნალებს და რეაგირებს მასზე. არა მხოლოდ მექანიკურად ახორციელებს ზრუნვას, არამედ ემოციურად, სითბოთი. ეს ყველაფერი უყალიბებს პირვანდელ გამოცდილებას. როცა რამე მემართება, ვიღაც მოდის, რაც ნდობას ქმნის გარემოზე. თუ სიგნალებზე რეაგირება არ არის თანმიმდევრული, ბავშვის გამოცდილებაში ყალიბდება. როცა რამე მემართება, არავინ მოდის. ეს შეიძლება გადაიზარდოს. ურთიერთობების მიმართულობაში, შიშში სიახლოვის მიმართ, ან პირიქით გადაჭარბებულ მიჯაჭვულობაში, შინაგან განცდას, რომ დახმარების თხოვნა არ ღირს. ეს ყველაფერი განაჩენი არ არის. ტვინი პლასტიკურია, ურთიერთობა კი სამკურნალო. მაგრამ ეს ეტაპი ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანია შემდგომი ცხოვრების ხარისხისთვის. არა იმიტომ, რომ მშობლები სრულყოფილები უნდა იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ ურთიერთობები აყალიბებს ნერვულ სისტემას. მადლობა ყურადღებისათვის.